სტუდია. მოგესალმებით პატივისცემულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. ღია სტუდია იწყებს მუშაობას ღია ეთერში და დღეს ძალიან მტკივნეულ, ძალიან საჭიროებო და ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი. ჩვენთან სტუმრად იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლებსაც გაგაცნობთ ახლავე და მათ აქვთ ასეთი საინტერესო პროექტი თბილისი ხელგაწვდილი ადამიანების გარეშე. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ არის თბილისში ასეთი პრობლემა და რომ ამ პრობლემას მოგვარება ჭირდება, ძალიან კარგია, რომ ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია იწყებს მოძრაობას ამ მიმართულებით, უბრალოდ კაგახანია დაწყებული აქვს და ამის თაობაზე თვითონ მისი წარმომადგენლები გეტყვიან ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, ახლა მათ წარმოგიდგენთ ორგანიზაციას ასე ქვია, დედათა და ბავშვთა უფლებათა უფლებებისთვის. მისი ხელმძღვანელი გახლავთ კალბატონი ზექალა გაბელაია და გამგეობის წევრი ბატონი მალხაზ მაისაიაც გახლავთ ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით კალბატონო ზექალა, ბატონო მალხაზ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. და ვიდრე სიტყვას გადმოგცემთ თქვენ, მანამდე ჩვენს მსმენელებს მინდა შევახსენო, ჩვენ ვართ ღია ეთერში, როგორც ყოველთვის დღესაც მოგცემთ საშუალებას, რომ ჩაგვერთოთ გადაცემის მსვლელობაში, ჩვენ სტუმრებს შეკითხვები დაუსვათ, ამისათვის აი ამ ტელეფონებით უნდა ისარგებლოთ 240 91 92 და 240 92 92. მაშასე თბილისი ხელგაწვდილი ადამიანების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნამდვილად კალბატონო ზექალა. პირველად გადმოგცემთ თქვენ სიტყვას და თუ შეიძლება გითხარით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე რა მიზნით დააფუძნდა და აი ეს მნიშვნელოვანი პროექტი, პროგრამა, რაც გაქვთ მომზადებული, როგორ მომზადდა, რას ითვალისწინებს, რა ეტაპები გაიარა და რას ფიქრობთ დღეს, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს? მადლობთ. პირველის ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვიწვიეთ სტუდიაში და დაინტერესდით ესეთი მტკივნეული საკითხით. მოგიხსენებათ თბილისი როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე და კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციების და სულიერი ღირებულებების მქონე ქვეყნისათვის და მისი დედაქალაქისათვის მართლაც შეურაცხმყოფელია ჩვენი აზრით ის ფაქტი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, თბილისის სკვერებში, პარკებში, საჯარო დაწესებულებებისა თუ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე, მეტროსადგურებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ასევე ხუროთმოძღვრული ძეგლების თვითონ მეტროს ვაგონებშიც კი, ყველგან აბსოლუტურად აეროპორტში, რომელიც არის სავიზიტო ბარათი, როგორც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზეც, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს. ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენმა ორგანიზაციამ დაინახა ეს მტკივნეული ადგილი ჩვენი დედაქალაქის ქვეყნის და გადაწყვიტა რომ შეექმნა ალბათ უფლისგან მოვიდა ეგ აზრი, ვინაიდან ეს აზრი, რა ვიცი, ჩემის აზრით ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას და არავის არ დაბადებია მიზნობრივი ჯგუფი ყოფილიყო ზუსტად ის ხალხი, რომელიც ქუჩაში არის და რომელიც ეს ხალხი არის მორალურ და სულიერ მწამს დაკარგული ადამიანები, რომლებიც ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძვიან ყველაზე დამამცირებელი გზით. ძალიან მერიდება ამ სიტყვის თქვა და მე თვითონ წხვენია უბრალოდ აი მათხოვრობენ ზუსტად ამ ნიშნულობით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსებისთანავე ორგანიზაციამ წარმოადგინა სოციალური ორიენტაციის პროექტი სახელწოდებით თბილისი ხელგაწვდილი ადამიანების გარეშე. თავდაპირველად ის წარმოადგინა თბილისის მერიაში, შემდეგ თბილისის საკრებულოში. ვაღიარებ, რომ მოიწონეს ეს პროექტი ან მუნიციპალიტეტის და მერიის წარმომადგენლებმა დაგვირდნენ, რომ ანუ ხარს დაგვიჭერდნენ პროექტის განხორციელებაში. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს არის უნიკალური პროექტი და მას არ აქვს ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ვიდრე უშუალოდ პროექტის აღწერაზე გადავალთ, ბატონი მალხაზით ჩავთოთ საუბარში. ბატონო მალხაზ, თუ შეიძლება თქვენს რამდენიმე სიტყვა რო გითხრათ უშუალოდ ამ პროექტის თაობაზეც და თქვენი საქმიანობის თაობაზეც. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის.
ნუ პროექტი არის ერთობს საჭირო. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ულამაზესი თბილისი გაჯერებულია მათხოვრებით. და ჩვენი ქვეყანა როცა ასე ზრუნავს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ტურისტების მოწვევისათვის, 1000 მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ არის ლამაზი ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში, რომ ამდენი შეჭრებული ხალხი ქუჩაში იყოს ხელგაწვდილი. ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და გადავწყვეტეთ, რომ შევექმნა ასეთი პროექტი. უამრავი ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის არის ძალიან მძიმე. აქვე მინდა ხაზზე გავუსვა იმას, რომ არა მარტო ეს შეჭრებული ხალხი გვაწუხებს ჩვენ გვაწუხებს ის ხალხი, ვისაც მათთვის დახმარება ჭირდება. ადამიანი რო ქუჩაში მათხოვრობს და ჩვენ ესეთი გულთბილი ხალხი ვართ, რომ ყველას გვინდა დავეხმაროთ. მაგრამ თვით რიგითი მოქალაქე, რომელიც მიდის ქუჩაში და უნდა დაეხმაროს, თვით მასაც არ აქვს შესაძლებლობა და ისიც ვარდება უხერხულ მდგომარეობაში, რომ ვერანაირად ვერ ეხმარება მას. ჩვენ გვინდა რომ აი ეს პროექტი განვახორციელოთ, დავეხმაროთ ამ შეჭრებულ ხალხს. შეძლებს დაგვარად მოვახდინოთ მათი დასაქმება ელექტრონულ სისტემაში განვათავსოთ. კი ბატონო, ახლა უშუალოდ პროექტ შევეხოთ, რას გულისხმობს პროექტი? გაბატონო მზეკალო თქვენ ორივე, შეგიძლიათ ერთმანეთს შეავსოთ საუბარი, კი ბატონო. აბა რას გულისხმობს პროექტი? როგორ აპირებთ მართლა ამ სერიოზული პრობლემის მოგვარებას? თქვენი ხედვა როგორია? ჩვენი ხედვა ასეთი არის, ესე იგი, პროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიხედვით შერჩეული იქნება ორ-ორი ფასილიტატორი, მოხალისე, კოორდინატორს ნიშნავს მოკლედ ეგ სიტყვა, რომელიც მიზნობრივი ჯგუფის წევრების, თითეული წევრისაგან შეაგროვებს მონაცემებს, რომელსაც ელექტრონულად დაარეგისტრირებს, ანუ შეიქმნება ამ ხელებგაწვდილი ადამიანების ელექტრონული საინფორმაციო ბაზა. მათ ექნებათ სპეციალურად მათთვის. აქ პირველი შეკითხვა შეიძლება დაგიშვათ კანტონო სეკალა. გაქვთ გარანტია, რომ ეს ადამიანები სრულ ინფორმაციას გასცემენ? მაქვს კი გარანტია მაქვს. ვიტოვებ იმედს ყოველ შემთხვევაში 100%-იანს, რომ ეს ხომ მათ სასარგებლოდ ხდება თავდაპირველად. ის რაოდენობა რას თქვენ თქვით? ორი ანუ თითო მუნიციპალიტეტისთვის. თითო, კი, იმიტომ რომ ეს მოგეხსენება ბევრი რაიონია, დიახ, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კი, თითოეულისთვის ორ-ორი შეიძლება. ეს ამაში ჭირდებათ უშუალოდ თვითმმართველობების დახმარება, ჩართვა მათი? თვითმმართველობების, ანუ ვინც გაგვიწევს დახმარებას, ასე ვთქვათ, ის აკონტროლებს მთელი პროექტის მსვლელობას და მუნიციპალიტეტის დახმარება ამჯერად ანუ როცა მივმართეთ მაშინ არ გაუწევია დახმარება. უბრალოდ ეს ჩვენ მოვაგვარებთ ამას. ჩვენი ორგანიზაცია ორ-ორი აი დაუშვათ ერთ რაიონში მიუხედავად იმისა რომ დიდი რაიონია თუნდაც ერთი რაიონი ორ-ორი ადამიანი ივლის ეს არის არანორმირებული სამუშაო დრო ექნებათ, ანუ დასვენება ფაქტიურად თავის არა ადამიანური მუშაობა გვექნება, ასე ვთქვათ, თუ დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, ისინი ადგილზე გადიან, სადაც იმყოფებიან ეს ხელგაწვდილი ადამიანები, პირადად მასთან მიდიან, ხდება მათი ფოტო გადაღება და ვიდეო გადაღებაც, რა თქმა უნდა, რომ გავიგოთ მათ რამ აიძულა ქუჩაში გამოსვლა. ვიგებთ მათ პირად მონაცემებს, რა სტატუსი აქვს, თუ რამე სოციალური სტატუსი გააჩნიათ. ვიგებთ ასევე იმას შემთხვევით ხომ არ დგას, ანუ ხომ ვინმე არ ძალადობს მათზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, იმიტომ რომ ბოლო დროს აი ძალადობის მსხვერპლი ძალიან ბევრი გახლავთ ქუჩაში იმყოფი ადამიანები. აი ბიზნესის კეთება ხომ არ ხდება მათი, ანუ ასე ვთქვათ, საშუალებით. და რასაკვირველია, აი აქაც არის კითხვები, მეც მაქვს და ალბათ მსმენელებსაც უკვე გვიკავშირდებიან მსმენელები, რომ ერთ-ერთი ძალიან სერიოზულ თემას მიადექით უკვე კალდონზე საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაშიც გაგიჭირდებათ მათგან ინფორმაციის მიღება, აქ დარწმუნებული ვარ, შესაძლოა შინაგან საქმეთა ორგანოების ჩართვაც კი იყოს საჭირო. იმდენად სერიოზულ თემასთან შეიძლება მივიდე და ეს გათვლები რამდენად არის თქვენს პროგრამაში? კი, გათვლილია ყველანაირად, დიახ. რა გისმენელი ჩაგვერთო, მისი კითხვაც მოვისმინოთ, ალო გისმენთ?
გამარჯობა ბატონო გოგი. გამარჯობა. აი ბატონო გოგი, თქვენ აღნიშნეთ რომ ეს პირველად ნეული თემაა. მე მგონი თქვენ რადიოს მეშვეობითად ვიცნობთ, როცა დავდიოთ ქალაქში ეგ თემა მინახია, მე პირადად ეს ახალი თემა არ არის. არ არის, დიახ. ანალოგიები, სტუმრები თქვენ ბევრი ხავდათ მოწვეული კიდე არასამთავრობო ბავშვებს. კი, ქონდა. და სხვადასხვა სახელით მოდიოდნენ კიდე უამრავი ორგანიზაცია არსებობს და მე მგონი კიდე ერთი არასამთავრობო დაემატა და მაგას ხო არ ჯობია. ისე ვინ ბავშვების შესწავლისათვის ბევრი ინსტიტუტი არის შექმნილი და ყველა იქნებ მიბრუნდეს და იმუშაოს, გააკეთოს რამე და არ იქნებ ამდენი მათხოვარი, თორე ყველას იქითაც ბიზნესაც ხო აკეთებენ, მაგითაც ხო ბიზნესი ეკეთებს, ხო ყველასათვის ცნობილი არის. და რა თქმა უნდა ამდენი ლაპარაკი ყველა დასაქმეს იქ მოლაპარაკეს რო ხავს სტუმრები, ისინი დასაქმეს იმათაც მოდი სოფელში ჩირს მუშაკხალი და მოვიდეს აგერ ბოსტანი გაიმარჯვოს და მე მივცემ რაღაცას კიდე. გასაგებია, დიდი მადლობა. გეთანხმებით აბსოლუტურად ჩვენმა მსმენელმა ბრძანა და რა თქმა უნდა ახსოვთ სხვა მსმენელებსაც რომ ჩვენ ამ თემაზე გქონია გადაცემები, განსაკუთრებით უმეთელყურო ბავშვებზე უფრო აქცენტია ხო? გქონია ხოლმე ჩვენაცდი გადაცემები, მაგრამ ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლებიც ახლა სტუდიაში არიან, ჩვენ ძირფასო რადიო მსმენელებო, რომლის სახელწოდებაც გაგაცანი დედათა და ბავშვთა უფლებათა უფლებებისთვის, ასე ქვია ამ ორგანიზაციას. ვინაიდან ეს ადამიანები გვთავაზობენ რაღაც ასე ვთქვათ, უფრო გლობალურად ამ საკითხის გადაწყვეტას, აი ჩვენ დავინტერესდით როგორია მათი ხედვა და რამდენად რეალისტურია და შესაძლებელი არის თუ არა ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება და გადაწყვეტა თუ არა რაღაც მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა მაინც. როგორც თვითონ ჩვენი სტუმრებიც აღნიშნავდნენ და თქვენს კარგად მოგეხსენებათ, მართლაც დედაქალაქის ყველა კუთხეში, ყველა უბანში, სატრანსპორტო საშუალებებში ყველგან შეიძლება ამ ადამიანების ნახვა, ვინც მათხოვრობს, ვინც გვაჭირებულია და ამ გზით ცდილობს თავის გადარჩენას, სხვათა შორის დღევანდელ გადაცემაშიც ითქვა ჩვენმა სტუმრებმა ქალბატონმა ზექალამ ბრძანა, რომ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიანო, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასე ქუჩაში ყოფნის დროს და ამ ფიზიკური გადარჩენისათვის ბრძოლის დროს ისინი დაღუპულან. რამდენიმე შემთხვევა და არაერთი მოხდა, როდესაც სწორედ ამ პროცესში, როდესაც ისინი მათხოვრობდნენ ქუჩაში, ავტომანქანა დაეჯახა და დაიღუპა. რამდენიმე ფაქტი პირადად ჩემთვის ცნობილია. ასე რომ ფიზიკური გადარჩენა შეიძლება ფიზიკურ განადგურებამდე მივიდეს. ძალიან მძიმე თემაა, ძალიან სერიოზული თემაა და ამიტომ გვაინტერესებს ქალბატონ ზექალა თქვენი ხედვები. თუ შეიძლება გააგრძელოთ მსმენელმა, მე მგონი ძალიან საინტერესო რამ თქვა. არ ვიცი ეს თუ არის თქვენთან გათვალისწინებული, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად სამუშაო მივცეთ, აი მოვიდესო და ჩემთან დავასაქმებო ერთ ორ ადამიანს ეს სახელმწიფო დონის პრობლემა არის და რატომღაც ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენც რაღაც წვრილი შევიტანოთ ამ საქმეში. აი როგორ ვცდილობთ ეს გვაინტერესებს ზუსტად. ესე იგი ჩვენ ვცდილობთ იმას რომ ვინც დარეგისტრირდება მოკლედ ამ საინფორმაციო ბაზაში, ამ ხელებგაწვილი ადამიანების ამ პროექტში მოკლედ ვინც მიმართავს ისინი ჩართოთ სპეციალურ პროფესიულ სახელობო უფასო ჯერ ბაზა შევქმნით. ბაზა უნდა შექმნეს. აი ეს გავიაროთ ეგ თემა კარგად, რომ თქვენ ბრძანეთ რომ ესე იგი თითო მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი იმუშავებს. რომელიც დაარეგისტრირებს. ექნება ძალიან სერიოზული დაპირთა იმუშავებენ დღე-და-ღამე. შეიძლება მართლა სამართალდამცავების დახმარებაც დაგჭირდეს. აი თუ გაქვთ გათვლილი და როგორ უნდა მოახდინოთ იმ შემთხვევაში თუ რაღაც უკაცრავად მსმენელი გველოდება. გისმენთ, ალო? გამარჯობა ბატონო გოგი. გამარჯობა. ერთობ საჭირო როტუ საკითხია, მაგრამ ხომ შეიძლება ითქვას რომ ეს ჩამოსულ ტურისტებს არ გაუგვირდეთ, იმიტომ რომ იმ განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლის ჩვენ კავშირში შევდივართ, დაუშვეს საქართველოში იქიდან გამომდინარე, რომ ისინი როგორც ითქვიან კონფორმისტულად არიან გაწყვეტილი დღევანდელ ერთი წამით გაწყვეტინებთ, მაგრამ მე იმასაც გეტყვით, რომ იმ განვითარებულ ქვეყნებშიც არიან მათხოვრები. მე პარიზში მინახავს უამრავი მათხოვარი, კი ბატონო. იქ მათხოვრები არიან ბატონო გოგი ჩამოსული, როგორც ითქვიან, აი ყოველ შემთხვევაში იმ ქალაქში არიან, იმ ქალაქის პრობლემას წარმოადგენენ. კი, აზიიდან, მაგრამ იქ მოსახლეობის ისა რა ქვია, სოციალური სფერო სოციალური სამართლიანობის ქვეშ არის და ისინი 90% არ მათხოვრობენ, მაგრამ ჩვენთან რაღაცა დაუშვეს, იმიტომ რომ არც ფაბრიკა უნდა მუშაობდეს ჩვენთვის, არც ქარხანა, არც ნახევრ ფაბრიკებზე არაფერს არ ვაკეთებდეთ.
ეხლა ჩვენ რა გვინდა გავაკეთოთ რომ იქ ჩამოსულ სტუმრებს არ ვანახოთ ის როგორც იტყვიან ის ნეგატიური მხარე რაცაც დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს რომელიც სპეკულირებს დემოკრატიული ღირებულებით ნატო-ი ევროასოციაციების ხელშეკრულებით და თვითონ კიდე მომხვეჭელობის და ნეოპოტიზმის და კორუფციის მე ჩვენთან სამწუხაროდ არაფერს აკეთებს მიგვაბრუნეს რა შევარდნაძის ეპოქაში უფრო განვითარებული სახით აი ეგ მაინტერესებს მათთვის ეს უცხო ხო არ არის ეს ყველაფერი უკვე საიტებზე დევს და მე მგონი ამას ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას ის ვინც ჩამოდის როგორ დროის ატარებლად თორე ვისაც დროის ატარებელი დრო არ აქვს ის თავისთავად ხადია ჩვენთან არ ჩამოვა მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა მაგრამ ჩვენ სტუმრებს ნაკლებად ეხება თქვენი ეს უფრო პოლიტიკურ ჭრილში გადავედით წავე განცხადებები ეს უფრო ხელისუფლების მისამართით არის და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მეყოლება სტუმრად ჩვენ ყოველდღიური ეთერი გვაქვს მზად ვართ რომ თქვენი ეს კითხვები მათ დაუსვათ. ახლა უშუალოდ ამ პრობლემის მოგვარებაზე ეს არასამთავრობო რა ხედვებს გთავაზობს ამაზე გვაქვს გადაცემა და თუ მათთან გექნება ჩვენ სტუმრებთან რამე კონკრეტული კითხვები თუ მზად ვართ რომ მოგისმინოთ და ბატონო გიორგი შეიძლება პირველ მსმენელს უპასუხო. კი ბატონო, კი როგორ არის? ნუ პირველ მსმენელმა აღნიშნა რომ რამდენიმე ორგანიზაცია არის შექმნილიო, რომელიც ანალოგიურ საქმიანობას ეწევა და რა საჭიროა კიდევ ერთი ორგანიზაცია. კი ბატონო, კი ბატონო. მაშინ მე პარალელს გავავლებ, რომ რამდენი პარტიაა მაშინ. ხო, ეხლა უკვე რამდენი პოლიტიკური პარტია, რომელიცაც ერთი და ძირითადი მიზანი აქვს ერთადერთი უპირველესი საქართველოს გამძლიანება და საქართველოს სიძლიერე. ძირითადი პარტია და აქედან ეს პარტიებში მიდის შეჯიბრებითობის პრინციპით. რომელიც ძლიერია, ის მეტი მოხდება პარლამენტში, მეტი მანდატს აიღებს პარლამენტში. ბატონო მალხაზ, ქალბატონო მზეკარ, ჩვენ მსმენელებშიც არის შეჯიბრებითობის პრინციპი. ეთყობა, აი, ორი მსმენელი კიდევ გველოდება და მოვისმინოთ, მათი კითხვები მოვისმინოთ. დიახ, გისმენთ, ალო? ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან მაინტერესებს რომ ესე იგი ყველაზე მეტი ეს ტაბუ დადებული თემა არის ეკლესიების და მონასტრების ჩვენი და ყველაზე მეტი მათხოვრები არიან ეკლესიების წინ. მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა ეზოში, ყველა კვარტალში ეკლესია არის და მონასტერი მაპადიოს უფალმა ერთი ღმერთი ზემოთა ალბათ არ დამჯის ამ სიტყვის და რატომ არ მიიღებენ ამაზე ზომებს საპატრიარქოდან დაუშვათ. გასაგები, მადლობა. კიდევ გველოდება მსმენელი, გისმენთ, ალო? ალო. დიახ. მოგესალმებით, ბატონო გოგი. გამარჯობა. მოგესალმებით ჩვენ სტუმრებს, ბატონო. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან სერიოზულ და ძალიან ძიმე საქმეს მოგიდეთ ჩვენ. და რატო? მე და შეკითხოთ პირველ რიგში. თქვენ გააქვთ საშუალება რომ თქვენ დამოუკიდებლად აი ამ გაჭირვებულებს დაეხმაროთ. თუ თქვენ შეუტახდით თავრობას, მერიას და იმას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერი ჩამოგიწერებათ. თქვენ არაფერი არ ჩაგეცოლებათ. იმიტომ რომ ისევ იმათი ხელგასწვი გჭირდება და იმათი გამოყენება გჭირდება. მეორე ბატონო გოგი მე მინდა ვთქვა აი ამ პლანეტაზე ჩვენ საფარია პლანეტაზე ალბათ საქართველოს და კერძოდ თბილისი იქნება პირველ ადგილზე საცა ერთ სულ მოსახლეობაზე ამტენი სუბუქი ატომატთან შევარდათ ერთ დროს როცა სტუმრები ჩამოდიოდნენ აი ამ 25 წელიწადში არ მაგდო ყველა მერიების და ისეთი გაფრთხილა რომ აი სტუმრები ჩამოვიდნენ და თუ ჩვენ სამთენ ბანკადებს გადასცდა ალბათ ვენტო მოგწევს და აი ამ უბედურებას როცა გადავჭები ჩვენ კარგად დიდი მადლობა. რა სულისკვეთ სპენერებს აი ჩვენ საუბრობდით იმის თაობაზე უბრალოდ წამოვიწყეთ ეს თემა რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაგჭირდეთ ჩართულობა და აგერ საპატრიარქო ახსენა კიდევ ქალბატონმა რაც ასევე მათი ჩართულობაც შეიძლება იყოს საჭირო ამ პროექტში აი როგორ გაქვთ ეს გათვლილი იცით მინდა ვთქვა პირველად თქვენთან
რომ ჩვენ მივმართეთ საპატრიარქოს ზუსტად აი ამ პროექტით მივმართე და რატომღაც მათგანაც ჩვენ და გასაკვირად ასე ვთქვათ აი წერილობით პასუხიც ვერ მივიღეთ უბრალოდ ზეპირად გვითხრეს რომ ანუ ვერ მოხდება მხარდაჭერა პროექტის და მე გამიჩნდა ეჭვი რომ საერთოდ თუ მიაღწია ამ პროექტმა აი ეს ილია მეორის ხელში თუ მოხდა საერთოდ ეს იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყველანაირად რომ მას რომ წაეკითხა ეს პროექტი ის მაქსიმალურად ეცდებოდა ყოველ შემთხვევაში გამოგვეხმაურებოდა მაინც რომც არაფერი რომ არ ყოფილიყო სიმბოლურად მაინც რაღაცას გვეტყოდა ჩემის აზრით შედეგი გველოდება კიდევ ერთი მსმენელი უკაცრავად გისმენთ ალო ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობათ. გაგიმარჯობა. წინ იყო მეგონა და არ გაგეცით ხმა. მოკლედ რა მინდა რომ გითხრათ. მათხოვარს აქვს ორნაირი გაგება. ერთი არის პირდაპირ სულხან-საბაში რაც წერია და მეორე არის აი ხალხური ნათქვამი ის მათხოვარი ის რომ იტყოდნენ ხო? აი ის მათხოვარი ვარ მე. და ეგ მათხოვრები თქვენ რომ მათხოვრებს უძახდით. დღეში 100 ლარს აკეთებენ 2 საათში 17-18 ლარი აქვს. და რა უნდა შესთავაზო შვილო შენ ისეთი რომ ეგ ქალი და ეგ კაცი ან ბავშვები დაგთანხმდნენ. ოჯახიდან 3 ერთი მეორეს მიყოლებით მეტროში შემხვდა ბოშა ბავშვები. ერთი იყო წლინახევრის, აჰა 2 წლის და ისე იყო გაზრდილი, ისე კატასავით მოგეგლასუნებოდა ფეხზე, რომ თვითონ ლარი 2 ლარი მისეს იმ ვაგონიდან მარტო 10-15 ლარი გაიტანეს. ეს მათხოვარი ის არის თუ მე ვარ მათხოვარი უფასო სასადილოში ერთი ჩამჩა სუპისთვის და ისიც როგორი სუპისთვის რომ დგავარ და 160 ლარი რომ აქ და ხმელი ვერ მიყიდია, ხორცი ვერ მიყიდია და ხილი 4 თვე არ მიჭამია. რომელია მათხოვარი ვინ დაგთანხმდება მაგათ ყველას აქვს სოციალური უნდა აიკრძალოს ეგ მათხოვარი. დიახ, მინდოდა მეთქვა კი საკანონმდებლო თორე ბაქოდან მაი ასათიას ხონდა გადაცემა 200.000 ჩამოსული მათხოვარია და თან რას ამბობენ იცი უნდა იცოდეს სად უნდა დადგეო ბათუმში კარგია მათხოვრობაო თბილისში ვაკეში კარგია მათხოვრობაო კიდე რაღაც ადგილები დაასახელეს დღეში შეგიძლია 100-150 ლარი გააკეთო და ბავშვია ის უხარ 200-ს გააკეთებ დღეები არისო შენი ანგარიში ხა თვეში რამდენი გამოდის ეს რა უნდა შესთავაზო სამაგისო რომ იმ მათხოვრობას ავიდანებოს უნდა აიკრძალოს მათხოვრობა და ყველას მიეცეს სათანადო სოციალური დაზღვევა, იმის ჯანდაცვის დაზღვევა, უფასო სასადილო, იმდენი რამდენიც მე მაქვს, მე რო ვერ ვკადრულობ, რატო უნდა დავიჩავრო მაგის გულისთვის? და არ ვიცი კიდევ აი რა შემიძლია გითხრათ. გასაგებია, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რამ გითხარით უკვე რამდენიმე და სხვათა შორის ეს კითხვა რა თქმა უნდა ჩვენს გქონდა, როდესაც საუბარია ბაზაზე, როცა საუბარია ამ ადამიანების ბაზის შექმნაზე და შემდეგ მათთვის შეთავაზებებზე, აი აქამდე ჯერ არ ვიყავით. მისული და ეს კითხვა მეც მაქვს, რა თქმა უნდა, რომ გაგთანხმდებიან? მეც მინახავს ეს, რაც ქალბატონმა ბრძანა, გამოვიარე და რომ მივეცი სიცივე იყო და ასე მობუზული იდგა და ხელი კი გამომიწოდა, გამომართვა ერთი ხელი, მაგრამ მეორე ხელში იმდენი 10 ლარიანები ეკავა უკვე ითვლიდა იმას. უკვე ეთყობა მიდიოდა. მე ნამდვილად არ მქონდა იმდენი ბრიჯიმეში რაც იმას ეკავა ხელში. ეს კითხვა არის ლეგიტიმური, რასაც ჩვენი მსმენელი სვამს. ნამდვილად დასაფიქრებელია და თქვენ რა გაქვთ ამაზე ნაფიქრი რომ თქვენ შეთავაზებას მიიღებენ ისინი? ჩვენ პროექტის მიხედვით შევთავაზებთ შემდეგ ანუ სახის საკითხებს ასე ვთქვათ. ესე იგი ამ ელექტრონული ბაზის ჩამოყალიბების შემდეგ მას დავუსვამთ კითხვას, ანუ ანკეტა კითხوارებია სპეციალურად მათთვის გათვლილი. გავიგებთ რა მაიძულა ქუჩაში გამოსვლა, ვინ ეხომარ ძალადობს მასზე, თუ მიუღია ოდესმე ამე სახელმწიფო დახმარება, ან თუ იღებს რამე სოციალურ დახმარებას, ან პენსიას, რა თქმა უნდა, თუ იმ ასაკობრივ ჯგუფში იქნება. ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, თუ არიან საქართველოს მოქალაქეები, ბევრი არის შემოპარული, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი, რომლებიც სპეციალურად არის ერთი მოვლენა იყო გაზეთებშიც გაშუქდა, სპეციალურად ვიღაც უცხოელი მოდიოდა, ჩაც უბრალოდ უკაცრავად და ქუჩაში წვებოდა სრულიად დედიშობილა და მე ხალხს ეწოდებოდა, აცმევდნენ ამას, ის იპარებოდა და ისე მეორდებოდა ეს მთელი დღე მოკლედ.
ანუ ჩვენ თავაზობთ მათ აი ესეთ ადამიანებს ესე იგი სოციალურ დამატებით სოციალურ შემოსავალს ანუ იმ ხნის განმავლობაში რა ხნითაც გაგრძელდება ეს პროექტი პლუს ამას თავაზობთ უფასოდ ჩაერთონ აი ბატონა მეორე მსმენელმა მგონი სამუშაო ახსენა რაც ყველაზე უდიდესი მტკივნეული ადგილია ქვეყნისათვის თავაზობთ პროფესიულ სახელობო ჯგუფებში მათ ჩართვას რომ მათ შემდეგ თვითონვე გამოიმუშავონ თავიანთი შრომით და არ იყვნენ სხვის ხელზე დამოკიდებული ასე ვთქვათ თუნდაც ქუჩაში დგომითა და ანუ თვითონ გამოიმუშავონ თანხა რომ არ მოხდეს შემდეგ მათი გადინება ისევ ქუჩაში ის ადამიანი რომელიც ჩაერთვება ამ პროექტში ანუ ხელებგაწვილ ადამიანზე მაქვს საუბარი მას ასე ვთქვათ ეკრძალება საკანონმდებლო გზით ქუჩაში კვლავ დაბრუნება და მოკლედ ამით ვცდილობთ რაღაცნაირად ანუ კანონის ჩართვა უნდა მოხდეს აუცილებლად ოღონდ ჯერ ასე ვთქვათ შევთავაზებთ ჩვენს აი ამ პროექტში ჩართულობას ანუ იმის მიხედვით განსაზღვრავთ როცა ის გაივლის მთელი ამ პროექტს ბოლოს რა თქმა უნდა თავიდანაც იქნება მისთვის ცნობილი რომ ამ პროექტში ჩართულობის შემდეგ ის ვარს იტყვის ქუჩაში დგომაზე და ჩვენ გვინდა კანონ პროექტის სახით ეს წარმოვადგინოთ შემდეგ შესაბამის ორგანოში და მოკლედ კანონი უნდა გავამკაცროთ საბოლოო ჯამში ამ ადამიანების მიმართ. ანუ ეს ინიციატივა გვაქვს შემდგომ, ოღონდ ჯერ ასე ვთქვათ ამ შიერ ხალხს და ანუ ამ მორალურ სულიერ წამს დაკარგულ ადამიანს კიდევ კანონს თუ გაუმკაცრებთ თავიდანვე, რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ეს მათ ანუ ეს არის ადამიანის უფლებების ალაგმა, როცა ადამიანი მშიერია და რაღაცნაირად ცდილობს რომ თავი გაიტანოს ჩვენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში თავიდან აი ამ სახით შევთავაზოთ ეს პროექტი და ბოლოს ასე ვთქვათ გავამკაცროთ კანონი ამ ამის შემდეგ მეორე ეტაპი უნდა იყოს დიახ აი ამის შემდეგ გავამკაცროთ გველოდება კიდევ მსმენელი უკაცრავად ალო გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ალო მოგესალმებით გამარჯობა რა ვით გამოვიდა მსმენელები ყველას მეთანხმები რა შემოგთავაზეს ეხლა მე რა მინდა ადრეც იყო ამ საკითხი ლაბარაკი მაგრამ მოწოდება იყო იგივე გადმოbrune მაინც ისა ესე იგი უღარებოთ თბილისში უცა ღარიბის გარეშე ეს ლოზოგი ყველას დაძებერებული გვაქვს ასეთები არის შეგდა ეხლა ამას ვინც თვითონ და შეეცდება და გააკეთებს თავრობის გარეშე მაგის მოგვარება ვერ წარმომდგენია მაგრამ უარში გეწმება და მეორე საკითხი თქვი ეს რომ წამოიწყო და იმუშაოთ შემატევადიანია ძალიან და საქმე ისა გამოვა თუ არა უხეშად აკეთებთ ამას გასაგებია თქვენი კითხვა გასაგებია მადლობა გველოდება კიდევ მსმენელი დიახ ალო მე გაწუხებთ ისე მოგესალმებით და მე თქვა იცით ახლა შემოწმება ჭირდება ამათ საქმე შემოწმება და რა უნდა შეამოწმი ერთ კიდე აქვს ხელი ფეხი აქვს თვალი აქვს არაკლი არაფერი ხომ მაშინ კეთილი იმბოს უნდა დაასაკმოთ ეს და თუ არა და ეს არის შრომის ერთგვარი გადანაწილება აი მოსამართლობის სოციალურ პირობებში როდესაც შრომის პროდუქტის აი ესეთი გზით ხდება გადანაწილება კეთილი და დაასაკმოთ და აი კონტაქტალიც საერთო და ძველის გამოგონება რომ და გვაქვს ჩვენ ამის საბჭოთა გამოცდილება როგორ მოუარეს მაშინ გასაგებია მადლობა ესე იგი ძირითადად აქეთ იხრება ჩვენ მსმენელების ერთი ნაწილის აზრი რომ საჭიროა სახელმწიფოს აქტიური ჩარევა საჭიროა აკრძალვა ზოგადად აი ამ მოდი დავარქვათ სახელი მათხოვრობის აკრძალვა და აი როგორც ბატონმა ბოლოს დაასრულა საბჭოთა პერიოდში ასე მოახერხეს თქვენი აზრი და თამსმენელებსაც ბატონი მახაზი ჩავდოს ბატონო რამე ხომ არ გიდოდათ გეთქვა თქვენ აი ამ მე აბსოლუტურად ვეთანხმები მსმენელებს და აქ გაიჟღერა რაღაც თანხებზე გაიჟღერა ნუ თანხები რა თქმა უნდა უხელფასოდ ვართ ამჯერად ცოდეთ რაც დავარსდით მაშინ უხელფასოდ შრომობთ რაც გაწეული გავწიეთ ახლა ეს შრომა ეს ყველაფერი იმისთვის უნდა გაკეთდეს საბოლოოდ უნდა დაიძრას ყინული რომ აღარ იყოს ეს მათხოვრები ქალაქში აკრძალოთ ყველანაირად უკვე ხალხმა პროფესიად გაიხადა მათხოვრობა
აგერ ქალბატონმაც აღნიშნა რომ 100 ლარი და მე თვითონ ვარ მომსე რომ ადამიანი შევიდა მაღაზიაში მე თვითონ შევესწარი და ხურდა ფული გადაუხურდავა მაღაზიაში და გამყიდველს უთხრა როგორი დღე არისო დღეს ცუდი დღე არისო და ცუდი დღე იყო რომ 40 ლარი ქონდა მათხოვრობით ნაშოვნი ну ეხლა ჩვენ გვესმის ეს მათ მდგომარეობასაც ვიზიარებთ მაგრამ ყველაფერს ხო აქვს დასაწყისი და დასასრული მაბატეთ ბატონო მაგრამ 40 ლარი რო იშოვა ამ ადამიანმა ხო შეიძლება მეორე დღეს მესამე დღეს აღარ გამოვიდეს არა ის კიდე გამოდის მეორე ცუდი დღე ყოფილა როგორც ხო არა ну ეხლა მე სიტყვაზე ვიძახე დღეში რო 40 ლარს იშოვე ერთი დღე მაინც არ გამოხვიდეო. აი, როდესაც მე ამ თემაზე მუშაობ, ბატონო მალხაზ, აი საპირწონეს რას თავაზობთ თქვენ? საპირწონეს იმას თავაზობთ, რომ წაგანას 1200 ლარს მიცემთ, იმას თვეში შეუძლია 1200 იშოვოთ. აი, ჩვენ მაგ ლოგიკით თუ ვიმჯერებთ, ჩვენ შეიძლება მაშინ გამოდის, რომ ყველა მოქალაქე თბილისში ვინც არის, ყველა პენსიონერი, რომელსაც 160 ლარი აქვს პენსია, ყველა ქუჩაში ხო არ უნდა გამოვიდეს, არა? მას როგორ არსებობს ეს ადამიანი, რომელსაც 160 ასე რომ მივიდივართ ჩვენ ეთყობა ისე იქ რასაც ჩვენი მსმენელები ამბობდნენ სახელმწიფოს ჩართულობა კანონის გამკაცრება და აუცილებელია ეს მაგრამ თავდაპირველად უკაცრავად გაწყვეტილი კი ბატონო კი მე ვფიქრობ რომ მაინც ჯერ ასე ვთქვათ რბილი ფორმები ჩვენი პროექტის განხორციელებით და შემდგომ უკვე საკანონმდებლო ჩარევით მოხდეს მათი გასაგებია რასაც თქვენ ბრძანეთ ქალბატონო ზექალა მაგრამ აქ ალბათ უნდა იყოს ნება მეორე მხრიდან და დარწმუნებული ვარ მე რომ ძალიან ცოტა დაგთანხმდებათ ამაზე. მით უმეტეს მე არ მინდა ახლა ეთნიკურ წარმოშობას წარმომავლობას შევეხო, მაგრამ აი ეს ადამიანები რომლებსაც ეს პროფესია არის, ну, მუდმივი პროფესია დავარქვათ და ამით არიან დაკავებული მთელი ცხოვრების მანძილზე, დაწყებული რაც ქალბატონმა ბრძანა ჩვენმა მსმენელმა რაღაც 2-3 წლის ბავშვით და დამთავრებული ღრმა სიბერემდე ამ საქმით როცა დაკავებული არა მგონია რომ იმან ესე იულად შეიცვალა და დაგთანხმდეთ რომ ამ პროექტში ამ პროგრამაში ჩაერთოს. გველოდება ორი მსმენელი გისმენთ ალო? გამარჯობა. გაგიმარჯოთ. იცით ბავშვების საკითხი მინდა გავამახვილო ყურადღება. აი ავად სახსენებელი ჟღალებში კომუნისტური წყობის დროს ბავშვი სკოლის გარეშე არ შეიძლება ყოფილიყო საშუალო განათლება იყო სავალდებულო. ეს მშობლები რომლებიც ამათხოვრებენ ბავშვებს მე პირადად ვიცნობ ქალს, ну არა ქართველი ქალბატონია ბავშვს აიძულებს რომ იმათხოვროს და რამდენჯერ უთხარი სკოლაში თუ გინდა მოგიწევთ მეთქი პირადობა აქვს დაკარგული მოთხარი მაგაზიც დაგეხმარები მეთქი რომ აღადგინოთ არა არ მინდა არა და რამდენიმე წლის მერე ის გოგონა რომელიც მაშინ იყო 10 წლის რამდენიმე წლის მერე 5 წლის მერე ნახე პატარა ბავშვით ხელში მე ვთქვი ეს ბავშვი შენია მეთქი და ну გაწითლდა და არა ჩემი დის არისო ბავშვი არ შეიძლება სკოლის გარეშე დარჩეს და ასეთ მათხოვრებს არც ერთს არ უნდა რომ ბავშვი სკოლაში მიიყვანოს ეს უკვე პროფესიად გაუხადეს ბავშვებს და ფსიქიკა დაუმახინჯეს აი ამაზე არის გასამართლებელი ყურადღება ბავშვების სავალდებულო განათლებაზე წერა-კითხვაც არ იციან გასაგები დიდი მადლობა სკოლის დაცვა იციან ამ ბავშვებმა მადლობთ გველოდება მსმენელი კიდევ გისმენთ ალო ალო დიახ ალო გამარჯობა გაგიმარჯოთ ლოდიშვილი ცოტა გვიან მომიხდა მანქანაში ჩართვა და მოგესალმებით და ყველაფერი კაი მერტით საერთო ძალისხმევით ეშველებოდეს და გაჭირვებულ ხალხსაც და საერთო წესრიგის დამყარდებოდეს და იქიდან ერთხელ ბოდიშვილი იქნებ ვიმეორებ ვინმე საძრს სიგდო თავიდან კი ბატონო გითხარით ის თქვა განსაკუთრებით მინდოდა რამე מחმილებია ყურადღება როცა შუქნიშნებზე რომ მანქანები ჩერდება და შუქნიშნებთან რომ გაჩერებულ მანქანებიდან ხოდა ესე იგი მე ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია მაგრამ მინდოდა მიმეწვია როგორმე იქნებ ისა აი მაგალითად რო გამკაცდეს ძღოლი დაისაჯოს რომელიც მიაწვდის შუქნიშანზე და რომ აღარ მიაწვდის ძღოლი შუქნიშანზე მაინც აღარ მადგებიან იმიტომ ძღოლის მიმართ უნდა მის მიმართ კი არა ძღოლის მიმართ უნდა გამკაცდეს რომელმაც არ უნდა ქონდეს მომზადებული რომ მათხოვარს გივცი აგერ ფანჯრიდან გასაგებია თუ კი ამ საკითხს გაითვალისწინებენ ერთ-ერთ პროექტშია რაღაცა იქნებ რაღაცა მაგკუთხითაც რამე მოხერხდეს გასაგებია დარწმუნებული ვარ სწორედ იმისი გამოხმაურება ეს ბატონი რასაც მეც ვამბობდი რამდენიმე წუთის წინ რომ იყო შემთხვევები როდესაც
ავტოავარიის მსხვერპლი გახდნენ ეს ადამიანი. ჩაუვარდნენ მანქანას მარტივად რომ ავარია კი არ არის ეს. აი რომ გადადის იმ შუქნიშანთან მიდის ავტომანქანა მძღოლთან რომ მიდის. აი იმ დროს ჩაუვარდნენ მანქანას ნამდვილად დაზუსტებით დანამდვილებით ვიცი რომ იმ დროს დაიღუპა რამდენიმე ადამიანი თბილისში. გველოდება კიდევ ერთი მსმენელი. ალო გისმენთ? გამარჯობათ ბატონო. გაგიმარჯობთ. ახლა რა არის ისიც აი როგორც ახლა ლაპარაკობენ რომ უნდა ვაიძულოთ ბავშვმა იკითხოსო შეუძლებელია იზულებით წაკითხვა წინათ არავინ არ აიზულებს და გარემო იყო პირობები იყო მდგომარეობა იყო ისეთი შესაბამისი რომ ყველას კითხულობდა ასევე არის ახლა მაწმინდა სიტყვა მათხოვრებთან დაკავშირებით იცით რა არის ახლა არავითარი კანონი და ის არა ცხოვრების დონე უნდა იყოს მდგომარეობა უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი რომ ეს ხალხი არ გამოვიდეს სამათხოვროდ ამათმა ვერ იშოვნეს სამსახური და თვითონ გამოძებნეს თავიანთი ცხოვრების წყარო დგანან და მათხოვრობენ აი ეს არის აქ მეტი არა ამას არ უშველის ასეთი კანონების შემოღება და ისა საერთოდ არ არის სამსახური და ხალხი ვერ მუშაობს აი ამიტომ აკეთებს ეს ხალხი ამას ძირეული ცვლილება არ ვიცი მე ამ წყობას რა მოეხერხება არ ვიცი ეს ასეთი დაკანონებით ვერ მოისპობა. მადლობთ კიდევ ერთ მსმენელი გველოდება გისმენთ ალო? შეიძლება გავერჯობ. კი შეიძლება ბრძანეთ გისმენთ. ის რაშია საქმე? აი საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ქართველი მათხოვარი არ არსებობდა. სიცხვილი იყო მათხოვრობა. ეხლა არ ცხენიათ. აი მოდიან მე მე-9 საათზე ცხოვრობდა. მოდის მათხოვარი და მიბრახუნათ თამამად ისე მე რაღაცა რა 1000 რამეს იგონებენ. ხო და მთხოვენ მე მეუბნები მე ვარ პენსიონერი. მე თვითონ მინდა დახმარება კაცო მე როგორ დაგეხმარო შენ. იცით რაშია საქმე? უწინ მათხოვარი რო იყო ის ჩამოსული რუსი თუ ვიღაცა იმას შეიძლებოდა რაღაცა რა დამიხვეტე რაღაც გამიკეთე და ყველაფერს გაიგეთებდა. ეხლა რა იცი მათხოვარს არაფრის გაკეთება არ უნდა. უნდა ფული, გაწევდა მეტი არაფერი არ უნდა. ესენი არიან ისეთ როგორი? არა, ბევრს ძალიან უჭირს და მაგაზა. როგორ იცი, აი პროფესიონალი მათხოვრები, რომლებიც აკეთებენ ფულს, გაწევდათ, არ უნდათ მუშაობა. ჩემი აზრი ასეთია. მადლობ, დიდი მადლობა, ქალბატონო. უამრავი ზარია, როგორც ხედავთ, ჩვენ ოზეფოთო სტუმრებო ამ შემთხვევაში თქვენ მოგმართავთ. კიდევ გველოდება მსმენელი საქმე ისა, რომ მართლა აწუხებს საზოგადოებას ეს პრობლემა, მართლა გადასაწყვეტია ეს პრობლემა. არ ვიცი, დღევანდელი ჩვენი საუბრით, თქვენი საქმიანობით, აი რაღაც ოდნავ მაინც თუ წაადგება საქმეს, რომ ასე ერთბაშად როგორც ჩანს ამ პრობლემის მოგვარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩავთოთ მსმენელი, დიახ გისმენთ? გამარჯობათ. მე მინდა ვკითხოთ თქვენ სტუმრებს, ჩაუტარებიათ მონიტორინგი საპატრულო პოლიციასთან, ვინაიდან უკვე არის მუხლი, დიდი ხანია ყოველთვის იყო მუხლი, როდესაც ზისავალ ნაწილზე ქვეითი გადადის და არღვევს გადასვლის წესებს და საპატრულო პოლიცია იქ დგას, არაფერს არ აკეთებს. რატო ვიწყებთ უგუღმა ყველაფერს? კანონი უკვე არის, ეს კანონი უნდა მუშაობდეს და აპირებენ თუ რა შეკითხვის დასმას, მონიტორინგის ჩატარებას და მოსწონს საპატრულო პოლიციას. შეასრულოს კანონი. გასაგებია, დიდი მადლობა, ეს ერთ კონკრეტულ მიმართულებას ნამდვილად ეხება. მადლობა ზარისთვის. თუ შეიძლება დროთან გვეწურება გადაცემის ჩვენ სტუმრებს რაღაც გარკვეული შტრიხები მოგვაწოდეს მხოლოდ თავიანთი პროგრამის პროექტის, იმიტომ რომ ძალიან აქტიური არიან ჩვენი როგორც ხედავთ, მართლა ძალიან შეწუხებულია ადამიანების ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემით. არ ვამბობთ იმას, რომ აი მათხოვრობით და ჩვენ რო გვაკითხავენ და მოგვეციფული, ამით კი არ წუხდებით. ზოგადად რომ არსებობს ეს პრობლემა, ყველას გვაწუხებს, რასაკვირველია. მე ბატონო გოგი თუ შეიძლება ჩავერთვები? რა თქმა უნდა, ძალიან. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოუხდი იმ მსმენელებს აქტივობისთვის და რა თქმა უნდა ჭეშმარიტება იბადება, კამაჩი იბადება ჭეშმარიტება. ჩვენთვის ბევრი რამ გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, სამუშაო აუარებელია. აქვე მინდა აღინიშნა წეღან, რომ ძღოლები დაისაჯონ, ვინც მე ვიცი არა მხოლოდ ძღოლები, ხო, გესმით, ბოლოს ბატონმა რომ დარეკა, ფეხით მოსიარულეთ შეიძლება დაისაჯოს.
როდესაც არ გვაქვს წეს და ამ შემთხვევაში ეს მუხლი გამოიყენეთო და საპატრულოსთან ერთად იმოქმედეთო გთავაზობთ ჩვენი მსმენელს. მე რამდენადაც პირადად არ შევსწრები ვარ, მაგრამ საუბრებში გამიგია, რომ განსაკუთრებით ქალი მძღოლები უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. იმიტომ რომ გვერდითა საქარე მინასთან რომ მიდის მათხოვარი, ეუბნება თანხა მომეცი და ამ დროს პატარა ბავშვი წინა საბურავთან იმალება. ის იქცევს ყურადღებას, გვერდზე ესაუბრება და ბავშვი ჩერდება საბურავთან. ის მანქანას დაძრავს და ამ დროს ბავშვი, საბედნიერო ტრაგედიით ამთავრდება, ფატალურად ამთავრდება, მაგრამ სულ ცოტა თავდება ან დაბეჟილობით, ან ის იქვეყვირის. და ამ დროს ხდება რა, რომ ეს ქალბატონი მძღოლი, ვალდებულია მას უმკურნალოს, დიდი დაზიანებები არ არის, მაგრამ ითხოვს ასევე მორალურ ზარალის ანაზღაურებას. ნუ ეს რაც ბოლოს შენოსვენობს და პროფესიად გაიხადეს. პროფესიად გაიხადეს და აგერ მსმენელმაც აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა გამკაცრდეს ეს და ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება და აგერ ქალბატონმაც აღნიშნა, მართლაც მეც მახსოვს ეს მომენტი თბილისში, რომ ქართველი მათხოვარი ეს იყო წარმოუდგენელი. აი ჩვენ ბოლოს როცა გამოჩნდა უკვე მივხვდით რომ საქართველოს ძალიან გაუჭერდა თორე ქართველი მათხოვარი ჩვენთვისაც ახლა წარმოუდგენელი იყო. კარგი, კი ბატონო, ესე იგი თანდათან დრო გვეწურება, მოდით ამ უშუალოდ ამ პროექტზეც ამოვწუროთ საუბარი რა რაღაც უცხოელი დაგვრჩა, მაგრამ იმედია ოდესმე კიდე მოგვეცემა. კი ბატონო, მაგრამ აი ახლა დღეს რა შეგიძლიათ მაინც ეს დარჩენილი წუთები რის მიზნად გამოიყენოთ, რას ფიქრობთ, რას აპირებთ, რას გეგმავთ და კონკრეტულად რის გაკეთება შეგიძლიათ თქვენ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. ანუ ქალბატონმა ერთ-ერთ ზარსში როცა დარეკა, მოკლედ თქვა რომ ეს ლოზუნგი ყოველთვის არსებობდაო თბილისის სიღარიბის გარეშე, მაგრამ ესეთი კონკრეტული ნაბიჯები მართ შეიძლება არსებობდა ეს ასე ვთქვათ ლოზუნგი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი ნამდვილად არც ერთმა ორგანიზაციამ არ გადადგა, მათ შორის არც ხელისუფლებამ. მოკლედ მიწევს მოკლედ ასე გიპასუხოთ ასე ვთქვათ ჩვენი მიზნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ესე იგი მიზანი არის უბრალოდ ჩვენი პროექტის ავამაღლოთ ამ ხელგაწვილი ადამიანების სოციალური კულტურული ცნობიერება მათი ინტელექტი ანუ ამ სამართლებრივი ცნობიერება ავამაღლოთ ვინაიდან მათი ინტელექტი ამ ხრივ არის შეიძლება ითქვას ძალიან დაბალი ამ ხრივ ანუ ჩვენ დაგჭირდებათ ამაში ფსიქოლოგების ჩართვა. კი, მოწვეული ყავს, გათვალისწინებულია პროექტში ფსიქოლოგი, ყავს, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან შესაბამისი სპეციალისტი ყავს მოწვეული. რა თქმა უნდა, თუ მოგვეცემა საშუალება, ლექსია საუბრები, ფსიქოლოგიური საუბრები. კი, აუცილებლად არის გათვალისწინებული პროექტში. ასევე მინდა ვისარგებლო თქვენი რადიო არხის მეშვეობით და ასე ვთქვათ, გამოწვევა გავაკეთო თუ შეიძლება ბიზნესმენებს, ქველმოქმედებს, თავად პრემიერს და პრეზიდენტსაც ასე ვთქვათ, შევთავაზო ჩვენი გამოწვევა, ასე ვთქვათ, ჩაერთონ ამ კეთილი საქმის კეთებაში, ამ საქმეში და ასე ვთქვათ, დაუჭირონ ხარი ამ პროექტის განხორციელებას, მაშინ როდესაც კოლოსალური რაოდენობის თანხები, მილიონობით ლარი არის გამოყოფილი და უშუალოდ აი სხვადასხვა მომღერლების მოწვევაზე საქართველოში ხომ შეიძლება რომ მცირედი და უშუალოდ იმ 29 მილიონთან შედარებით მცირე თანხა იყოს საწყისი ნაბიჯი და უშუალოდ ამ პროექტის განხორციელებისთვის. ანუ რა ვიცი რა ვთქვა, აღარ ვიცი უკვე რაღაცნაირად მოგვაქციონ ყურადღება, რომ რაღაც ნაბიჯი მაინც გადავდგათ თუ ეს არ იქნება რადიკალურად ალაგნო ასე ვთქვათ ამ ადამიანებისა, იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი ამ პროექტის განხორციელებით. კი ბატონო, ახლა ხომაგნება თქვენს 2 წუთი რჩება სულ და გვინდა რომ რაღაცა როგორც ქალბატონმა ზეკალამ აღნიშნა, აუცილებელია თავრობის ხარდაჭერა ჩვენი ორგანიზაციისადმი ამ პროექტის განხორციელებისათვის ჩვენ ძალასა და ენერგიას რომ ითქვიან არ დავიშურებთ მისი წარმატებით განხორციელებისათვის აქ არანაირი ჩვენი მხრიდან
ჩვენ სრულად მოქმედებთ ჩვენი შეგნებით და ჩვენი რწმენით, რომ გვინდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე და რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი რაოდენობა. რომ ჩვენ არ ჩავაყენოთ ისინი კარგ მდგომარეობაში იყვნენ და არც ჩვენ თვითოეული მოქალაქე არ ჩადგეს იმ უხერხო მდგომარეობაში, რომ მას იმ დროს არ აქვს საშუალება კიდევ ერთხელ მეორე დაეხმაროს და არ ჩადგეს მარტო კი არ ქალბატონმა ბძანა და ყველას გვაქვს ალბათ ეგ რა თქმა უნდა გამოსტილი რომ კარებზე გვიკაკონებენ კარებზე გვიკაკონებენ და ზუსტად ეს ჩვენ ნუ ამ ეტაპზე ახლა პირდაპირ კანონის ჩარჩოებში მოქცევა ამათი არ გვინდა ვერც განვახორციელებთ მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი როცა ადამიანს კულტურულად განვანათლებთ სოციალურ პირობებს გაუცოტათი მაინც გაუმჯობესებთ ჩავთავთ რამე პროფესიულ სასწავლებლებში ან აგერ ბატონმა რო ბძანა ჩამობძანდითო ჩემთან და ყანამაკო დასამუშავებელიო კი ბატონო შეიძლება ჩვენ ესეც გავაკეთოთ ტრანსპორტი გვეყოლება ვიღაცასთან მივალთ აი დავეხმარებით ხო ტარდება ადრე ნერგებს დავრგავთ და გავერთიანდებით ჩვენ ერთ ჯგუფს სისტემაში შევქმნით საზოგადოებას და ერთმანეთში უკვე რო ნელ-ნელა ეს ყველაფერი მე ჩამოყალიბდება თორემ ერთი ხელის მოსმით ასე ვთქვათ არ გასულდა არ ვერ გააღმობხრით ამ მათხოვრობას გასაგებია დიდი მადლობა ამოგვეწურა დრო მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის ძალიან დიდი გეგმები გაქვთ და ძალიან მართლა ძნელი საკეთებელია ეგ საქმე წარმატებები მინდა გისურვოთ შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს რომ დედათა და ბავშვთა უფლებათა უფლებებისათვის აი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მის ხელმძღვანელი ქალბატონი მზექალა კაბელაია და გამგეობის წევრი ბატონი მალხაზ მაისაია იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები მადლობას მოგახსენებთ თქვენ და თქვენთან ერთად მადლობას მოგახსენებთ ჩვენს მსმენელებს რომლებმაც მართლა განსაკუთრებულად იაქტიურეს დღეს ყველას მადლობა ვინც დაგვირეკა ბევრი ცდილობდა დარეკვას და ვერ მოახერხა საერთოდ რა მოგვეწურა ამიტომ ვინც ვერ დაგვირეკა მათაც ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ვინც გვისმინა ნათი არველაძე ლელა ვაშაკიძე თამარ ჯანიაშვილი და გიორგი ჩოკოშვილი მუშაობდით გადაცემაზე ყველას საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით ხვალ გაიღება ღია სტუდია თქვენთვის ხვალამდე Студия.